ეთერში ახალი 12 სტუდიაში თინა ბეგიაშვილი იწყებს მუშაობას. გამარჯობა. საქართველოდან მოსკოვში ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიზნით 7-კაციანი დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა, რომელიც ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს. დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს ვიზიტის 3 დღეს გაგრძელდება. ჩვენ გვექნება ტექნიკური სახის შეხვედრა, სამუშაო შეხვედრა, სადაც გვექნება საუბარი ხარისხის კონტროლის და სერტიფიცირების სისტემაზე და დაიგეგმება შემდეგი რაუნდები, სამუშაო რაუნდები რუსულ მხარესთან. მზადავართ ვესაუბროთ ბატონ გენადი ონიშენკოს იმასთან დაკავშირებით, რა ფუნქციები აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რუსეთის კონტროლის კუთხით, რა ფუნქციები დარჩა ჯანდაცვაში, როგორ არის სტანდარტები, ჩვენი კანონმდებლობა და რამდენად იქნება დაცული ის პროდუქცია, რომელიც წავა ექსპორტზე რუსეთში. მე დარწმუნებული ვარ, ქართული მხარე სრულად მზად არის დააკმაყოფილოს რუსული მოთხოვნები. ცალკეული კომპანიის წარმომადგენლების ჩასვლა არც იგეგმებოდა და არც ხდება და ასოციაცია ქართული ღვინის წარმომადგენლები ვისაუბრებთ ქართული ღვინის დარგის ინტერესებზე რუსეთის ბაზარზე. გიგი უგულავას თბილისის მერიაში თითქმის 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ, როგორც დაკითხვის შემდეგ ქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა ჩიხშია შესული. აშკარაა, რომ პროკურატურა ჩიხშია, იმიტომ რომ კიდევ ათასობით ადამიანის დაკითხვა მოუწევთ, რის შემდეგაც ამ ადამიანებს სასამართლოზეც დაკითხავენ. არც მე და არც საზოგადოების დიდი ნაწილი ჩახუთულ ოთახებში დაკითხვას არ ენდობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის დაკითხვა ღია და საჯარო სასამართლოს წესით მოხდეს, განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით, კიდევ უფრო აბსურდული გამოძიება ტარდება სოციალურ აგენტებთან მიმართებაში. გუშინ გიგი უგულავას კითხად მერიაში პროკურორი ნუგზარ სალია და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ კუჭავა მივიდნენ და თბილისის მერს თბილ სერვის ჯგუფთან დაკავშირებით კითხავდნენ. დაკითხვა მისავე კაბინეტში ადვოკატის გარეშე მიმდინარეობდა. საქმენამ ვითარებაში წაიმართა დაკითხვა, რა თქმა უნდა არასასურველი პასუხი უნდა გაგცათ, იმიტომ რომ მიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა, ეხლა გამოძიებს დაკითხვები ქონდა და მოწმემ რა პასუხები გასცა, ამ ეტაპზე საჯარო ვერ გახდება, ისევ და ისევ ჩვენი გადაწყვეტილებით. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკითხვები. თემ გამოძიება არ არის ისეთი, რომ ერთი დაკითხვით ან ორი დაკითხვით. შესაძლებელია ეს დაკითხვა საკმარისი აღმოჩნდეს, შესაძლებელია სხვა საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ კიდევ წარმოიშვას დაკითხვისა. ამ ეტაპზე ჩვენ რაც კითხვები გქონდა, ყველა კითხვა დაუსვით. რამდენად პასუხები როგორ მივიღეთ, ამაზე ვიმჟელოთ. მე მრჩევას დავიწყილება, რომ პროკურატურა ერთი რომ ჩიხშია, მეორე რომ ჩქარობს. აშკარაა, რომ ჩიხშია, იმიტომ რომ მოუწევთ 1000-მდე ადამიანის კიდევ დაკითხვა და შემდეგ ამ ადამიანების კვლავ ღია საჯარო წესით სასამართლოზე დაკითხვა. ბუნებრივია, არც მე და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩახუთულ და ბნელ ოთახებში დაკითხვას არ ენდობა, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება თვითონ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხვა მოხდეს ღია საჯარო სასამართლო წესით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღეს 8 წელი გავიდა. ზურაბ ჟვანიას ძმის გოგო ჟვანიას განცხადებით, ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები დიდუბის პანთეონში დღეს 14 საათზე შეიკრიბებიან. ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. ოჯახს აღნიშნული ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ხვალ განცხადებას გააკეთებენ ამის შესახებ. გუშინ პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. უმრავლესობის ლიდერები ბრიფინგზე გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრებენ. ბრიფინგი ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ხვალ 12 საათზე დაიწყება. ჩვენ უმრავლესობამ გადავწყვიტეთ და საზოგადოებას მე მალე მოვუწოდებ, ალბათ 6 წლის შუა ჩემ გამოსვლაში ამას დავაფიქსირებ, რომ მათ განცხადებებზე სერიოზულ რეაქციებს აღარ გავაკეთებთ და მათ პინგ-პონგის თამაშს შევწყვიტავთ მათთან პინგ-პონგის თამაშს. მუდმივად ყოველდღიურად ახალ ციცურვას ავრცელებენ და მათზე ხდება რეაქციის გაკეთება. აი ესეთი რეაქციები აღარ გაკეთება და საზოგადოებასაც მე მოვუწოდებ 6-ში ჩემს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ტურისტული სექტორის განვითარებასა და მასში სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჩართვაზე ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით სამინისტრო ტურიზმის განვითარების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის პროგრამას. პროგრამა მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტით ფინანსდება და რეგიონების მასშტაბით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ერთობლივად განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხება ტურისტული სექტორის განვითარებაში სხვადასხვა ორგანიზაციების და დაწესებულებების ჩართვას. ჩვენი სამინისტროს როლი ამაში არის ის, რომ სხვადასხვა ისტორიული და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციას ვახორციელებთ მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ არ უნდა დაიხარჯოს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ფული, არამედ ჩაიდოს კერძო ინვესტიციები. ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი კერძო ინვესტორი კახეთისა და იმერეთის რეგიონებში რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ხელს შეუწყობთ კახეთსა და იმერეთში, კერძოდ კი წყალტუბოში კერძო სექტორის განვითარებას, მათი ბიზნესის წინსვლას. დავეხმარებით სასტუმროების სექტორში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადებაში. ჩაუტარვით მათ ვორქშოპებსა და ტრეინინგებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიზიდონ, რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი. ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხი წყალტუბოს როგორც სპა კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით. ჭიათურაში მაღაროსთან დაზარალებულმა ითხვისის მოსახლეობის ნაწილმა ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გამართა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. დაზარალებულები ამბობენ, რომ მაღაროს ამუშავებს დასახლებული პუნქტის ქვეშაწარმოებს, რის გამოც დაუზიანდათ სახლების შეუწყლად სასმელი წყლის მიწოდება და აწუხებთ აფეთქების ხმა. ჯორჯიან მანგანეში აცხადებენ, რომ პრობლემას იცნობენ და მოსახლეობასთან შეხვედრას მომავალ კვირაში გეგმავენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დაზარალებულები მაღაროს გადაკეტვით იმუქრებიან. მაღაროს გამომუშავების ნიადაგზე ინკრევა ჩვენი სახლები. ხდება დაზიანება. რამოდენიმეჯერ მივაკითხეთ პირადად კომისიას და მაგ შეიდერებს. ვპირდებიან, რომ ამოვალთ ხუთშაბათ, ამოვალ ამ კვირაში. თუ არ ამოვიდნენ 5-6 დღეში იცოდეს ამ ტრესის გაერთიანება, რომ პატარიძის მაღაროს გადავკეტავთ ერთსოლოვნად მთელი უბანი. შეპირებული ვიყავი, მე რომ უნდა ავსულიყავი ამ კვირაში აუცილებლად, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ეს გუშინ მომივიდა და დღეს ვერ ავედი, იმ კვირაში აუცილებლად ავალ და პიროვნებები, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და ზიანდებიან ნამდვილად, პრობლემა არ იქნება იმათი ანაზღაურების საკომპენსაციო თანხის. ბათუმის ბულვარში ფიჭვნარი ნადგურდება ახალი კოლექტორის მშენებლობას, რომელიც სათავეს გრიბოედოვის ქუჩიდან იღებს და სასტუმრო შერატონამდე გრძელდება ათეულობით ხეეწირება. ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნარგავებისთვის ახალი ტერიტორია უკვე გამოიყო. აციმბა აღიარებს, რომ ამოგრეჯილი ხეების დიდი ნაწილი განადგურდება. ფიჭვნარი, რომელიც არის მაგ ზოლში განთავსებული, ვერ მოხერხდა იგენის, გადარგვა. არ არსებობს ბათუმში ის ტექნიკა, რომელიც ამოვიღებდით და გადავგავდით უვნებლად. შესაბამისად, ამ პროექტთან დაკავშირებით, ამ პროექტს ვერ გავაჩერებთ, იმიტომ რომ თელი ქალაქია და ტონობილია იმაზე და თელი ქალაქის ქუჩებია დაყრდნობილი. მეორე იმას გეტყვით კიდევ, რომ ეს ტერიტორია არის ქალაქ ბათუმის ტერიტორია, ქალაქ მერის ტერიტორია არის. და შესაბამისად გადაცემული გვაქვს ჩვენ უზურპრუქტით, მათო მოვლა პატრონობით არის გადაცემული ბულვარზე. გარემოსდაცვის სამინისტროს სამართლებრივი ბერკეტები იმისთვის, რომ ეს დეცენტრალიზებულია, იმიტომ რომ თქვა ითვლება, რომ ქალაქმა ის რომ სად ჭირდება რაღაც გააშენოს, სად როგორი შენობა ააგოს, თუ აუცილებლად მოითხოვს ხელმოჭრას, ამისი უფლება მიცემული აქვს კანონის მიხედვით თვითონ ქალაქის თვითმმართველობებს და ქალაქის ხელმძღვანელობას. გუდაურის განვითარების ფონდის ინიციატივით საქართველოში პირველად ახალი ექსტრემალური დანადგარი ჩამოიტანეს დღეს სამთო სათხილამურო დაბა გუდაურში. ბექჯამპინგის აპარატი გონდოლას ტერიტორიაზე დამონტაჟეს. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ტრამპლინზე ახდეს და გაბერილ ბატუტზე დაეშვას. ბექჯამპინგის დამფუძნებელი პეტერ რემესი საქართველოში ჩამოვიდა და ტრეინინგი იმ პირებს ჩაუტარა სამდღიანი, რომლებიც ტურისტების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. სეზონის ბოლომდე მოთხილამურეებს საშუალება ექნებათ ბექჯამპინგის აპარატით უფასოდ ისარგებლონ. დღეს პირველად ეგრეთ წოდებულ ფრისტაილერების საცდელ ნახტომებს გააკეთებენ. გუდაურში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მაქსიმე აღფსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. მაქსიმე აღფსარებელი მონოთეისტობის წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც მას და ორ მოწაფეს ენა ამოჭრეს და მარჯვენა ხელი მოკვეთეს, რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოში გადმოასახლეს. წყაროების თანახმად აქ სასწაული მოხდა და მათ წერის და მეტყველების უნარი დაუბრუნდათ. წმინდა მაქსიმე აღფსარებელი საქართველოში 622 წელს აღესრულა. მისი საფლავი რამდენიმე წლის წინ ცაგერში აღმოაჩინეს, იგი მისსავე სახელობის მონასტერში განისვენებს, სადაც დღესასწაულს განსაკუთრებით აღნიშნავენ. ეს არის ხსენება ღირსისა, მამისა, ჩვენისა, მაქსიმე აღფსარებელისა, რომელიც მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერიაში, იმ დროს ცხოვრობდა ბიზანტიის იმპერიაში ერესი მონოფიზიტა. მათ ხილებაში იყო თელი ცხოვრება. და ამიტომაც შეიპყრობენ, ენას მოკვეთავენ, რომ აღარ ისაუბროს, აღარ ამხილოს და მარჯვენას მოკვეთავენ, რომ აღარ დაწეროს. და შემდეგ გადმოასახლებენ საქართველოში და ესე ამბობენ გადმოცემა, რომ მეტყველება აღუდგაოს საქართველოშიო ისი მადლი შეგვეწიოს და გაგვაცრიელოს. ეს იყო ახალი 12-ზე, ჩვენ ერთმანეთს ზუსტად 3 საათზე შევხვდებით დროებით.